შეკითხვები საქართველოს პრეზიდენტს ბათუმიდანაც დაუსვეს. პროექტში პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს ჩართვის სურვილი რეგიონის სხვადასხვა რაიონის მკვიდრმა განსხვავებული პროფესიის ადამიანებმა გამოთქვეს. პირდაპირ ეთერში შეკითხვის დასმის საშუალება მიეცა პედაგოგ თამაზ ირემაძეს ხულოს რაიონიდან, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ზამთრის კურორტების პერსპექტივით დაინტერესდა. ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერმა კი შეკითხვა ეგრეთ წოდებული შრომდერმების შესახებ დასვა. პირდაპირ ეთერის დასრულების შემდეგ შეკითხვის ავტორები აცხადებენ, რომ პრეზიდენტისთვის შეკითხვის პირადა დასმა კარგი შესაძლებლობა იყო ქვეყნის პირველი პირისგან ამომწურავი პასუხი მიიღოთ მათთვის საინტერესო და პრობლემურ თემებზე. პასუხი გასცა ჩვენს კითხვას დამაკმაყოფილებლად, რომელიც თავისი საუბრინა გამომდინარე, ესე იგი სულ მალე მოსახლეობა უფრო უკეთეს სარგებელს მიიღებს ამ სათხილამურო კურორტის განვითარების შესახებ და უფრო მეტი შემოსავალი ექნება ხალხს. მიხარია, რომ მომეცა საშუალება ეს შეკითხვა პრეზიდენტის პირდაპირ ეთერით დამესვა, რადგან ვინაიდან ბათუმში ეს საკითხი ძალიან ბევრს აწუხებს და ისიც მიხარია, რომ პრეზიდენტმა შეგვკვირდა, რომ მალე ექსაბაჟოს საქმეები მალე მოკვდება.